20 აპრილია და იწყება კვირეული გენიალური ქართული მეცნიერის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი 72-77 წლები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ორჯერ 56-72 წელი, აფხაზეთის კვიტრის აკადემიკოს ილია ვეკუას. ბუნებრივია, რომ როცა 1994 წელს ისტორიკოსმა, აფხაზეთის კვირმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ოთარ ჟორდანიამ დააწესა აპრილის ამ ბოლო დეკადაში აკადემიკოს ილია ვეკუას საიუბილეო დღეები, ზოგს გაუკვირდა, მაგრამ ბევრს გაგვიხარდა, რადგანაც ისტორიკოსის ინიციატივით იყო ეს დღეები დაწესებული. ამ დღეების ფარგლებში ტარდებოდა სამეცნიერო კონფერენციები, როგორც პროფესორების, ასევე სტუდენტების, ტარდებოდა სტუდენტთა ოლიმპიადები მათემატიკაში, ინფორმატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში და ასე შემდეგ და ასევე სხვა ტიპის ღონისძიებები. ამ თვალსაზრისით დღეს სრული სიჩუმეა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შეიძლება ზოგიერთს ვინც მენეჯმენტში არის, საერთოდ არ იცოდეს ვინ იყო აკადემიკოსი ილია ვეკუა და ბუნებრივია ზოგადად სამწუხაროდ მეცნიერების მიმართ დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ არის კარგი დამოკიდებულება, მათ ესე იგი ყველას ერთნაირად უყურებენ, ვთქვათ ასე, რბილად, ზერელად. იქნება ეს საერთაშორისო დონის მეცნიერი თუ სამწუხაროდ მხოლოდ შიდა მოსამსახურების მეცნიერი, რომელთა ვთქვათ ასე, მომეცნიერო ადამიანი, რომელთა სტატიები იმზირება მხოლოდ ადგილობრივი მოხმარების ჟურნალებში და ადგილობრივ კონფერენციებში და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს დამოკიდებულება სამწუხაროდ არ არის სწორი და საერთოდ მიმაჩნია, რომ საქართველოში უნდა გამკაცრეს, ესე იგი, მოთხოვნები სადოქტორო დისერტაციების დაცვისამი, რადგანაც ესე იგი, ხდება ისეთი დაცვები, ბრჭყალებში დაცვები, სადაც ავტორეფერატში, საკმაოდ მოზრდილ ავტორეფერატში არც არ მითითება დოქტორანტის მიერ გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიებზე და ასევე აპრობაციის სახით კონფერენციებში მონაწილეობის შესახებ. ჩვენ ესე იგი ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მინისტრის მოადგილემ ბრძანა, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს არაფერი არ ემუქრება, შესაბამისად ის სპეციალობები, რომლებიც მილივად რეჟიმში გადადიან, ასე მაგალითად სამართალმცოდნეობა, ეკონომიკა, ბიზნესი, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, სოციოლოგია, პოლიტიკის მეცნიერებები და ასე შემდეგ, იქ დასაქმებული პროფესორები იქნებიან დასაქმებული მეცნიერებაში, ვთქვათ ასე, და პირიქით მათ ხელფასები მოემატება. მე თავის დროზე მუშაობდი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად 12 წლის განმავლობაში სამეცნიერო და სასწავლო დარგში, ასევე ვარ როგორც კათედრის გამგე მათემატიკის 1990 წლიდან დღემდე და არც ერთი პრეზიდენტის, არც ერთი მმართველობის დროს და გნებავთ ბოლონის პროცესამდე, სადაც საქართველოს 2005 წელს შეუერთდებოდა და შემდგომში არ მახსოვს, რომ შეიძლებოდეს დატვირთვის გარეშე პროფესორის მისი ხელფასის არა მარტო არა შემცირება, არამედ მომატება. თუ ეს ნოუ-ჰაუ იცის ბატონ მინისტრის მოადგილემ, ეს ძალიან კარგია ბრჭყალებში და ჩვენ აგვიხსნას ეს. ჩვენ ამის არ გვჯერა. ჩვენ ვაგრძელებთ პელაზგური ჯგუფი, მეცნიერთა პელაზგური ჯგუფი, თემურ ჩილაჩევა, გია ყვაშილავა, გია ფოჩხო, ვაგრძელებთ მუშაობას და ბრიგით კონფერენციაზე 23 აპრილს 3 დღის შემდეგ წარვადგენთ მოხსენებას ილია ვეკუას სახელობის გამყიდველი მათემატიკის ინსტიტუტში
სამეცნიერო კონფერენციაზე. შემდგომში ცხადია, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას კიდევ უფრო ძალიან მნიშვნელოვან თემებზე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან ერთად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია მომავალ წელს ერთად ჩაატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას სხვა კიდევ ღონისძიებებს, რომელიც მიეძღვნება აკადემიკოს ილია ბეკუას 120 წლისთავთან დაკავშირებით. ამიტომ ამაში იქნება ღირსეულად წარმოდგენილი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამოდენიმე პროფესორი, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი ხელშეწყობა მეცნიერებისადმი, არა წყალწყალა მეცნიერებისადმი, არამედ ნაღდი მეცნიერებისადმი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამწუხაროდ არ არის ბოლო 20 წელია. და ჩვენ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვალდებული ვართ აფხაზეთის მკვიდრები მეცნიერებაში დარჩენილი პიროვნები პატივი მივაგოთ იმ გენიალურ ქართველ მეცნიერებს, რომელიც არის ერთადერთი, რომლის გვარი ფიგურირებს საერთაშორისო კლასიფიკატორში, ამ შემთხვევაში მათემატიკურ მათემატიკურ კლასიფიკატორში მსოფლიოს ბერნს ვეკვა განზოგადებული ანალიზური ფუნქციები. და ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ ძალებს უნდათ კულტურულად და არაკულტურულად დახურონ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული საზოგადოება ამის საშუალებას მათ არ მისცემს და პირიქით მომავალში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს გახდება მიენიჭება აკადემიკოს ილია ბეკუას სახელობის. ეს იქნება უდიდესი წარმატება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რადგანაც ილია ბეკუ არის ის მეცნიერი, რომელსაც იცნობენ მსოფლიოში ყველა, ქვეყანაში და ყველა სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მისი შრომები არის და თუნდაც ამიტომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლის სამწუხაროდ დღეს მსოფლიოს საერთაშორისო უნივერსიტეტების რეიტინგში ძლავრი რადარები ვერ იჭერენ, რაც არის დამსახურება ბრჭყალებში ბოლო წლების პარაშუტისტი რექტორების სათვის მომავალში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება გაცილებით უფრო ცნობადი და ამაშიც პროფესორებთან ერთად ხელს შეუწყობს ცნობადობა გენიალური ქართველი მეცნიერის აკადემიკოს ილია ბეკუას სახელი.